Psisectielas ყვავილი მზისკენ შემოbrunდება ერგანებს ნუ გაენდობის ზღვისკენ გადაბრუნდება ნინაინა ნინა ნინაინა ნინა ნინაინა ნინა ნინაინა არც მოგივაღა მეძილი ნინაინა ნინა ნინაინა ნინაინა ნინა ნინაინა ნინა ნინაინა ნინა ნინაინა კაცის ცხოვრებას ტყუილა როდის შეარქვა ხალხმა წუთისოფელი რომელიც ერთი ოთახის ორ კარშუა არის მოქცეული ერთიდან შევდივართ რო ვიბადებით მეორიდან გამოვდივართ რო ვკვდებით და კაცად ნაცადმა აი ეს მცირე მანძილი ტალახიანი ფეხებით არ უნდა გაიაროს რო ცუდი ნაკვალევი არ დატოვოს გეხვეწები შენს ჩემშვილებსაც რო აი ესე გაგეტაროს ეს წუთისოფელი რო ცუდი ნაკვალევი არ დაგეწიროს აი ამ წუთისოფელში და ბედნიერები ყოფილიყავთ ხალხაკისია დიდი მოვალეობა, დიდი პატივისცემა ქმრისთვის, მამაკაცებისთვის, შვილებისთვის და საქმითაც დატვირთულები არიან, წისქვილი, საქონი, ყველაფერი ქალზე იყო დამოკიდებული. მამაკაცებს უფრო საგარეო საქმე ჰქონდა. მამაჩემა იცოდა, დედამიწამ ნამუს უთხრაო, ჩემზე მძიმე შენახარო. ქალი თაში უნდა ყოფილიყო ძალიან წყნარად, მშვიდად, მამაკაცი რო შევიდოდა, გინდაც 100 წლის მოხუცი ყოფილიყო, ფეხზე უნდა ამდგარიყო. ქალები დაკავებული იყვნენ უფრო ხელსაქმით. ხელსაქმეს აკეთებდნენ. ხელსაქმე იყო წინდა, ფარდაგი, ჯეჯიმი, ხურჯინი, ეს ყველაფერი ქალის საქმე იყო. ხალხს უნდა ეკეთე. უფრო ხშირად ღამე უხდებოდა დღე. ფილი და რამე ხო არ იყო, თვითონ ხნავდით, თესავდით და წისქვილების თავისი ქონდა და იმ ქავდით და იმით საზრდოობით. ეხლა როგორ არ შეიცვალა ყოფა კაცობა. ეხლანდელ ქალები ადრე ქალს ხელები და სახე უჩანდა მარტო. ეხლა ტიტულები, ჭიპები ქალებს მამაკაცებთან დაჯდომა არ შეიძლებოდა პურის ჭამა. კაცი რო შევიდოდა სახლში, ფეხზე უნდა ამდგარიყო. ქმარს თავ პირდაპირ ვერ შეხედავდა. ქმარს ვერ დაელაპარაკებოდა ხალხში, კაცებთან, უფროსებთან. მამაკაც არ ჰქონდა იმის უფლება, რომ შვილი აეყვანა ხელში, აი პატარა ბავშვი. ისე მორიდებულები უნდა ყოფილიყვნენ და თავის საქმე უნდა დიაც აი ვაჟა-ფშაველა ხო ამბობს დიაც ვინ მისაისნება საქმე აკეთოს მამრისაო. თავი ქალი დედაკაცი იყო აი თითქმის მონა რა. აი ზოგი რაღაცა კი მანდაჭარბებულია, მაგრამ ისე მამაკაცია და დედაკაცო თუ კაბის ბოლოთ არ მაუბერტყავ კვირაში ერთხელ ეშმაკებდა პატრონდება. დედაკაცები თავგასულებია ახლა. ეგრე არ უნდა იყოს. კაცის ხათრი და რიდი უნდა ჰქონდეს. გიყიდი სიჯეილეო რომ მოგიტანდა ვაჭარიო. ბევრია მაგის მუშტარი, მაგრამ გამყიდվել სად არისო. აი ეგაც ხალხური სიბრძნეა. კიდე ოხერო სიჯეილეო ქალამანი ვიდგას ცვდებიო.
მიეპარები ვაშკასა წინ მუხლებში ჩასდგებიო, რაც უნდა ბევრი ვეცადო სიკვდილს ვერ დავემალებიო. ძროხები გადმოვიდა ერთხელ ჩვენ ეზოში და გავბრაზდი მე. გავბრაზდი და დავიწყე ჩხუბი დავიდარავა და მამაჩემა მითხრა შვილო კინუ ბრაზობო. ვინმე რო გველს შეგიწობს, შენ კალმახი შეუწვიო, ცუც რო გაგიკეთებენ შენ სიკეთით უპასუხეო, სიკეთე გააკეთეო და უკეთესია შენთვისაც და მეზობლისთვინაცო. ცუდი მეზობელიო, მზის წინ სანახავია და კარგი რა იქნებაო. დედა იყო ძალიან სუფთა ქალი, ძალიან წესრიგიანი, ძალიან კარგი. რო წავიდოდით სადმე, სახს დასალეგებელს არ დასტოვებდა, იქნებ რომ მოვიდეთ სტუმარი მოყვესო. და რო კვდებოდა, მითხრა. მე უთხარო დედი, ვაიმე როგორ ამღონდებიო, მარტო მე და დედა ვიყავით და მე კი არა მიშავ შვილო, მითხრა შენაო, ჩემთან ახარო ქალიო და შენ რო ქალი არ აყავ, შენ რა გეშველება რომ აიყვდებიო. ქალი არ ამყავ, მე ორი ბიჭი მყავ. და ეგ მართალი მითხრა რა. რძლები აბარას მამილია. ძალიან კაი რძლები მყავ, მაგრამ არც მე მინდა იმათი მოვ. დაიძინე ჩემო შვილო, შემოგევლოს დედა. დაიძინეთ გენაცვალოსთ თქვენი დედაო. გამოხვედით კარგ ვაშკაცები, ლაჩრებარიყვნეთო, ასახელეთ საქართველო თქვენი წინაპრები. იავნანა, ვარდოვნანა, იავნანინაო. ჩემი ქმარი უფრო ხიარული კაცი იყო, მოკეიფე, მოქალთანე. მე კიდე ეგ არ მინდოდა, მე მინდოდა ოჯახი, ცხოვრება, ქონება. ის დროსტარებელი კაცი იყო და ის გადაფრინდა მე დავრჩი. ჩემი ქმარ რომ მოდიოდა, სუგინებით მოდიოდა, აეხადა თოდა ნასვამი, კაი ხასიათზე როცა იყო. არიწო, მოდივარ და დაგიცლი ყველაფერსაც მოიხილიყო. ჩემის მოწყნილისაო ესე, თუ შეგინებოდა არ შეიძლებოდა. ვეუბნებ, ნუ იგინები, არა მე ესე მინდაოდა რა ვქნა. მაგით ვიშიყორულებო, რომ ვიგინებიოდა. აბა ყველას არის ხასიათი აქვს. აბა რავი, აბა ჩემი ახალგაზრდობის დღეები ძალიან კარგი მქონდა, როცა ქალი ვიყავ ფერმაში, ბევრი გოგოები ვიყავით. შეიძლება სულ მღერაში, სულ ცეკვაში ვიყავით, შრომობდით, მაგრამ ყოველ საღამოთი ცეკვა მღერა და გართობა ქონდა. მე კარგი გარმონი ვიცოდი, კაი სიმღერა და კაი კაფეც ვიცოდი, დათამ ყავდა კარგი მოკაფეავე და მღეროდი და კაფეავდი, მთელი ღამე შეგვეძლო გაგვეთენებინ. მოდაზე მიყვარდა ცმა, ჩავიცი მოდაზე, სკოლაში რო დავდივოდი, მიხაროდა ბანტიანი, ქალმები კი მეცო. აი, მის ქალმები, რეზინისა, აკრიშკის ქალმები მეცო, მაგრამ თითქოს თავს კარგად ვუძროვდი. აი ეს მომენტიც კარგი იყო. დედაც ამყავდა, მამაც ამყავდა და მიხაროდა იმათთან სიცოცხლე. აი ეგ იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი გარცობა. როცა 17-18 წლისი ვიყავი, მაშინ იყო ლამაზი ცხოვრება. როცა იქით-აქეთ ვიყურებოდი. მაშინ იყო ლამაზი ცხოვრება. როცა ირემივითა და შველივითა ხტებოდი. დაღლა არ ვიცოდი. დარდი არ ვიცოდი და არაფერი. ეხლა აღარაფერი გინდა ვყოფილი ვარ, გინდა არა რა. ყველაზე ლამაზი იყო ჩემი ქორწილი. აბა, ყველაზე ლამაზი. ღარიბი ქორწილი იყო, მაგრამ ეხლა რაცა კუველია, იმიტომ მოხდა ვიცი რომ მიყვარდა და იმასთან რომ ვიყავ, მიხარობდა და ვიყავ კაი დღეში, კაი მომენტში. აი ეგ იყო რა. გაღმიდან ერთი 9 ცხენოსანი მორბოდა, გამოღვიდან მანქანით მივდიოდით. ეგ რომ მოედით ეს ჩემი მაყრები ეს 9-ანი. აი ესე წავიდნენ საკმაზული ცხენებითა და სოფელში ჩვენ აგვოიწრეს. აბა იმაზე ლამაზი დღე როგორი გაიქნებოდა ჩვენთი. ქორწილი, ისეთი ქორწილი გქონდა, რომ
მე რა ვიცი, მე მგონი ბევრ სხვას არ ჰქონია ქორწილი, ისეთი კარგი ქორწილი ჰქონდა, მაგრამ მე რომ მალე ამერია ჟამკარი და აღარ ვიცოდი რა მექნა და საწავს ვიყავი, ის ქორწილიც რაღაც მიშველდა. დღესაც არ ვიცი, ჩემთვის რომ ვზიარ ვფიქრობ, მაინტერესებს იმ ოჯახში არაფერი არ დამიშავებია. იმდენი ხანი არ დამაცალა რომ ან კარგი გამეკეთა, ან ცუდი და არ ვიცი, წამოსული ვარ და არ ვიცი რა მიზეზით. ყველაზე ლამაზი დღე ის არის, როცა ადამიანი კარგად გრძნობს თავსა და არაფერი აკლია ოჯახში, შრომობს და თავის ალალ ლუკმასა სჭამს და კმაყოფილია ცხოვრებაში. აბა ყველაზე ლამაზი დღენდე. მე და ბიჭო მე და შენ ერთმანეთ დაგოტოლაო, რომელიც მეტი მოიდეთ, მაგრატლით გაგვასწორაო. მე უღალემ ყავან და მეცა და მასაცა და წავიდა ამ ქვეყნიდან და რაღა ვქნათ. დავყარეს ცრემლიანები. ნანას რომ გეტყვი გესმოდეს, თვალები დილით გევსოდეს, ნანები, 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 გაქვის ლამაზი თვალები, გადაივარცხნი კოჩორსა, გამოგიდგება ქალები, ნანები, 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 ბიჭო შენგენა. ჩვეული ვარ მარტოობასა და გზას უყურებ, მანქანები ავაილის გავიხედებ, ხარ გადმოვიდა არაფერი. და მივეჩვი ესეთ ცხოვრებას. და ვარ უყურებ ბოჩოლას, ძროხას და იმათ ვეფერები და იმათ ისენია ჩემი მეგობრები რა. ისენი მართობენ და იმათ ველაპარაკები. ქალი მუშაობს, იმათ ჩემთვის არასცალიან, შვილიშვილებიც მუშაობენ თბილისში, ჩემთვის არასცალიან. და ყველა თავის ცხოვრებას ეწევა და თავის ოჯახებს. ჩემ თავი აღარ მამწორა. გული მერჩის, მაგრამ თავი საკეს ჩავიხედავ და ეს შვაკი ვინ არის ვიტყვი რა, ეს ვინ არისო. მე ხო ესეთი არ ვიყავო და მაგრამ რაღა არის მოხუცი სიცოცხლე, არაფერი. თუ წუთი სოფელს ერთი ბეწოხან თვალს მოუხუჭა, ისე გაგთელავს როგორც დიდველი ლეკინაბაცო. აი მაგ დევიზით მივდიოდი მე სულა. არ უხრიდი წუთი სოფელს თავს და ყველას მაგას ვეუბნები, მეზობელსაც, ნათესავსაც, რომ რაც გინდა გაჭირვება იყოს, საქვეყნო ჭირი, აი ომი და რაღაცა რო ეხლა ხო გაჭირვება, მაგრამ ეს საქვეყნო ჭირია და საქვეყნო ჭირი ხინია. და აი არ უნდა დაბეჭავდეს კაცი რა. უნდა იბრძოლო, სანამ სული გიდგა. იარო წინ. Eo nano, nano, eo nano, ruro tao, ruro tao, chemsa beti kuasao, chemsa trupentelasao, eo nano, nano. Eheo nano, nano, dai zinebs pataraio, nano, nano. რა მოხდა, რატო მოიწევს ყველა თბილისისკენ? მეც ვიღაც ვკითხავს, რაზე ჩამოხვედიო? ხო, ჩვენ დროს იმ კომუნისტობას მე-10 კლასი რო დავამთავრე, რო ჩამოვედი იმის მერე სულ აბიტურიენტი და მე სტუდენტი კიდე ამას მოყვა გათხოვება და აქ ყოფნა. და მეც ჩემწილად შეიძლება ვარ დამნაშავე, რო არ წავედი, საიდანაც ჩამოვედი. არ ვიცი,
ვინ რაში ვართ, ან მტყუანი, ან მართალი, მაგრამ დღეს მოიწევს სტიქიურად. აი ნებისმიერ სამარშრუტო ავტობუსში რო ახვიდე თუ მანქანაში როგორ ქვია, არ ვიცი, რო ავდივარ, მესმის აი სულ ცოტა 5-6 დიალექტზე მეტყველებს შიგმყოფი ხალხი. არ არის ლიტერატურული, ეს არის დიალექტზე მეტყველი ხალხი, რომელიც გუშინ წინ და ამ 5 წლის მანძილზე და აქ ტრიალებს და დატრიალდა და ეს ქალაქი ხო აღარაფერს აღარ აგავს, სუნთქვა აქ აღარ შეიძლება, საერთოდ ის ხო არ არის მარტო რომ მართლა ულამაზესი შენობა დადგა, ყვავილები დარგო, აღარ შველის, ვეღარ სუნთქავს. ამას ფილტვები აღარ აქვს. ნისლი დგას ჭუჭყისა რო აიხედავ. ამდენი მანქანა, ამდენი რაღაცა, ამდენი არ ვიცი, რატო შემოვესიეთ? იმიტომ რომ უჭირს. არ მეტყვის მე რო უთხრა რატო ჩამოდიხარ? მეტყვის რომ სხვანაირად ვერ ცხოვრობს. რაღაცა იპოვა აქ იმედი იმის რომ პურის ფულს აკოწიწებს. და იმის საშუალებიც აღარ აქვს, იქიდანაც აგდები. na 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 oh na 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 აი ეს თუ შურ მელოდიებზე ვისაც რა უნდა და როგორც უხარდა ესე უმღეროდი მე ჩემ ბაღებს და კიდე რა ვიცი რა ხასიათიც ვიყავი ისეთ თუ შურ მელოდიას რა განწყობაზეც და ეგ იყო და ეგ na 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 nem bade na na de dal na 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 nem bade na na de dal na 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 nem bade da dal piso da da na na di hem bade na dare la piso na na di hem bade na dare la piso na na di hem bade na 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 nem bade na na de dal na 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 nem bade na na de dal na 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 nem bade ყველას ხო ის უყვარს და ის ეკარგება სადაც დაიბადება და რა შემადგენლობისაც არის და მე ჩემ თუშეთს ამ დედამიწაზე არც არაფერი მრჩევნებია არც ვერასდროს ვერც ვერაფერს ვერ შევადრი ვით მოვიტყვები თუ ვიტყვი რომ იმაზე მეტად მიყვარსო და ეს ქვეყანაა ჩემთვის იმ თუშეთით მიყვარს მთელი ჩემი ქვეყანა ჩემი კუთხეები და ის ხალხი რაც არ უნდა შეცდომებით იყოს ავსე როგორიც არ უნდა იყოს ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დედამიწაზე თუშეთო თუშთან შენება შენი სიცოცხლით მაცოცხლო შენი მოგურებით გამადღო შენი მხატვრებზე მალოცა შენი მოგურებით გამადღო შენი მხატვრებზე მალოცა თუ ძველ მოხუც ქალებს თუშებს მოусმენთ და ზოგადად მე მიკითხავს რომ როგორები იყვნენ თუში ქალები გარეგნულად აფდედო საყდრის წერილაები აი ეს გამახსენდა საყდრის წერილა თუშურად ნიშნავს ფრესკას ეხა ამაზე დიდი დახასიათება უკვე თუშის ქალს აღარ უნდა აი ეს გაკვირვებული მოხუცების და რამდენიმე ჭკვიანი და გემოვნებიანი თვითონაც სიბერეში რო ჰქონდა ეს წერილაობა შემორჩენილი აი ესეთი ქალებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახასიათება
თუშები იყვნენ, ძალიან ევროპელები და რაღაცა მხრივ ძალიან შორს ევროპიდან. და ეს ეხებოდა სწორედ აი ამ ველურ გადაწყვეტილებებს, რაც ეხება ქალის და მამაკაცის უცნობლად დაწყვილებას. აი რა გვეშვილო, გან შეყარებით თხოვდებოდეთ იმას ბიჭს ვერ იცნობ. შენდედიანთ მეწონებოდა და მიქცენდეს. ეგრიო. ბიჭ არ გვინახავ ვინ იყო. ჩემ დებო ყოფილიყო, ჩემ დედის დედაი 3 წელს წამიყვანესავ ქმარი ვთრიალეთავ ბიჭივ. 3 წელს ის ვიყავრო ქმარ არ მინახავავ. იქ ცხოვრობდე დედამთლიანთასავ. გაზაფხულიყო ფეხის ხმა გამეგონო ეზოს გავდეოდ ეთ გუდანავდიან ბიჭ შემოჩინდაო. სიყვანანა მითხრავ. შინარიანავ დედამ მამთილზეავ. დადგავ კივილი დედიანთიოდ აბა პატარზანო დავიმალე ვიღაცი საქმეშიაო. ხმოებში იმალებოდეს. დავიმალე რო არ მოეყელევ. მემრია მიკულევდეს. მემრი მიკულევდესად მემრია წიყვანდეს იმ ქმარსთან შინ. მე ვერ ვიცნობ ვერ. ის გავთხოვდი. არც მე ადარც ეს. მე ვერ ვიცოდ. მე ზამთარში ის შევირთ რომ ერთხელ გიხონდათ ერთ ქვაბი. აი აქ დაშევი. ცოტა ხვანდა დეგი. არ დედა ხვანდა, არც მამა ხვანდათ. იასაშევი цаრელა. 19 წლისა გავთხოვდი, მარჯაკლემ მოვიდნენ ჩემ მშობლებს შეეკითხნენ. ჩემ მშობლები რა ვიცი მე არც შემეკითხეს. თვითონ მოეწონა და გამათხოვეს. მარჯაკლები ვინ იყვნენ? ბიჭი და ისინი თუ? ბიჭიც იყო და ნათესავები იყვნენ. ბიჭი და ბიჭის ნათესავები, ანუ ახლობლები? ხო. ნათესავები. ახლობლები. და მოვიდნენ შენ მოვიდნენ გადაწყვიტეს მშობლებმა და იმათ. და შენ იქ იყავი იმ დროს, ესწრებოდი იმ ლაპარაკს ბიჭი? არა, ჩვენ არ ვიყავით. რა დარიყავით? ლაპარაკში. რა ვიცი, არ ვესწრებოდი. სირცხვილი იყო, არ შინებოდა იქ დასწრება. ცხენოდა, ხო. კი, მაგრამ ის ხო თქვენ ქმარ უყოფილიყო ხო და აი აქ ხალხი ვიყავით, რომ ცხენოდი იმის შეხედვა იმის ლაპარაკი. და იმალებოდით. იმალებოდით. აჰა. ჩვენ სხვა ოთახში ვისხეითად, ისინი სხვა ოთახში. და ვაი თუ არ მოგწონებიყო ის ბიჭი მე? არ მეკითხებოდეს მაგას რა ვიცი. ანუ მშობლებს შეთანხმდებოდეს? თქვენ იგებით ბოლოს. თავარი ყრო მშობლებს მოსწონებოყო. აჰა. ხო და გავთხოვდი იმათ სურდა და ქორწილში. და როდის ნახეთ თქვენ მეუღლე მემრი? ქორწილში. ქორწილში ნახეთ პირველად. და მოგეწონათ თუ არის მაინტერესებს? რა ვიცი, არაფერი აღარ მახსოვს. თავიდან შეხედვა როგორ იყო? აი ვაიმე რა ის არა, საშუალო იყო რა ვიცი. არ იყო ძალიან ცუდ რო? არა. და ქორწილ გქონდათ, ხო? ქორწილ გქონდა, ჩვეულებრივ ქორწილი გადავიხადეთ. აჰა. წავედით. ვიყავი კარგად. და არ მომეწონა რა ვიცი ის ბიჭი ცხოვრებაში. ცხოვრებაში არ გამოდგა? არ გამოდგა. რატო? გავცილდი. გაცილდი? გავცილდი, ხო. და მე შენ აგორ იმის შემდეგ სხვა მყავდა. ის რა ვიცი არ უყვარდა მუშაობა რა. აჰა. ანუ აგორ ფიქრობ შენ ეთახმები მაგას რომ აი რო ვერ იცნობდით იქ გათხოვეს. მაგის ბრალ ხო არ იყო ვერ იცხოვრი იმ კაცს? არა, იმის ბრალ არ იყო. რა ვიცი, როცა წესი იყო არ გვეთაკილებოდ რა ვიცი. წესი იყო ბიჭულები ხო, ყველა რო ეგრე იყო. მაგრამ ფაქტი რომ მე გიყარეთად, ნუ ვერ იცხოვრით ერთად. ვერ შევთვისდით. ერთად. განახლინდელ ცხოვრება ეუწენავი. ახლდე ბედნიერ ცხოვრება იმაში. შუაღამეს ავდგებოდეთ ლეწვად. აი ავდგებოდეთ ცისკარო ამოვიდოდ ლეწვად ავდგებოდეთ გათენებამ გველეც ორ-სამ კალო მაგოლეთ. მე ნიავებაი. ვანიავებით. ვაი, ჩვენ ცხოვრება რო იცოდი. განსაათ იყო. თვარეს ხედავდეს. ცისკარა მოვიდაო სამუშაო წავიდეთავ. ვარსკვლავებზე ის ამოვიდაოდ ეხლა ავდგრეთავ. აი ახლა იმუშაოთავ. ვარსკვლავა მოვიდოდ. ჩვენ საათ არ აქონ შვილო. ვერა ვიცოდით. აი ჩვენ ვართ მიადეს ვართ 88 წლისი, 9 წლისი. ახლა 80 და
8-ში გადავედი მე 88-ში. მე 88-ში. რამდენი ხნისე ვარ ჩვილო ჩვენ. მე რავი, ვერ ვიცვენ. ჩვენს მეძმებრებ აღარ ვინაია. ჩვენ ვართ აი ასтай. ვეღარ ცნობა მაქვს. აღარც ხედველობა მაქვს. აი ასთა დავდივარ სამარცხვინოიდ რა ვქნე თავს ხوار მოიკლავ შვილო რა უნდკუნე ჰამლეტ როგორ ახარ როგორ არა მიშავ თქვენ როგორ ახარ ჩვენი მყოფა რა ყოფაია ის ხო ეს აღარც დედაი აღარ დედაღაც მამაი ხო რადობოლო არის მე მსაბუთებს არავინ გიკეთებსა ნეტა ინტერნეტ მაინც იყოს ეგ აქ არაფერი გაქვთ ერთ ოთახში როგორ არის მე ძროხეით გჭირდება ზევით ვიყავით სოფელში იქიდან ჩამოუბარგეთ და ისა მისალაგებელი მაქვს ეხლა მოიტანეს ყველაფერი. აბა გასვლას ვიღებთ ა? აბა ხატში მიდიან დავლოცოთ ის აბა ყალობა გაგატანოთ. ყველანი მიდიან ვიღარ რჩება 1-9 კომლი თუ 8 კომლი რჩება აქ და აკუმალოში არა? დიკლოში აღარავინ. დიკლოში არავინ, შენაქოში 2. აქ ეს და იქ პირიქითში ალბათ განოს. რა ხსენებ ჩემი არა ტრისტანაი. ნადეშო ტრისტანაი, ესმაი, ჭაბუკი, იასონა, მერცხალა, წოროიჩი, ვანკა. ეს იგი 8 კომლი? ერთი ექთანი და ერთი ხო, მე-9 ესენი ხო. მე-9 ექთანი. ეს კორესპონდენტების რომოდიან რა ლამაზია თუშეთიო რა კარგათა ცხოვრობთ რო რა ბუნებაში ხართო ღვთაებაო ასეო ისეო მაგრამ მიდიან და ყველას ავიწყდება რომ თუშეთი მართლა ლამაზია და ისა და თუ გაყიდულები არა ვართ ეხლა ინგლისურს კი ვსწავლობ ცოტა-ცოტას რომ ან ჰოლანდიელი ვიღაცებმა რო გვიყიდონ ხო უნდა ვიცოდე ცოტა რომ რაღაცა გავიგო იმათი ის ლაპარაკი და ისინი ან წყალი მოვთხოვო იმათ თორე ჩვენ ისინი ჩვენას მოგთხოვენ აბა წერს დარჩებით რა ზამთარში შენ ტრისტანა კი რჩება მე დარიც არ წავალ კახეთშიო დარიც აქ უნდა დამასაფლეო თუ ყველანი აქ მოვიდნენ აქ დამაფასონო და მე კიდე ისე და გავწამდი ამ ზამთარს რომ ზამთარში კი არა ზაფხულშიც აღარ მინდოდა თუშეთისკენ საერთოდ გამოხედვაც აღარ მინდოდა ისე დღეში ვიყავი მაგრამ მე შვილიშვილების ხათრით დავრჩი ეხლაც აი ამ ერთ თვეს უყურებ როგორ ვიქნები ორ კვირა შეიძლება ორი კვირაც ვერ დავრჩი რა ვიცი თუ ადგილზე არ დავრჩი ისევ ქალი არის სხვა ღონე აბსოლუტურად და ეხლა ეს ისედაც გამოჩნდა. აი იმ გაჭირვების და საშინელ წლებში და დღევანდლამდე რა ხდება? ვინ არჩენს ოჯახებს უმთავრესად? იქნება მითხრათ ეს. ქალმა აიღო ისევ ოჯახის გადარჩენა თავის თავზე. ძალიან ტრაგიკულმა, ძალიან საწოდავმა, ძალიან განადგურებულმა მაინც ღონე მოიკრიფა კაცზე მეტი. რამდენადაც არ უნდა ეწვინოს ეს არ ეხება იმ მართლა ძალიან სიღრმით და ჭყუით და გონებით გამორჩეულ კაცებს, რომლებმაც არ დაყარეს ფარხმალი და შეაყვდნენ ამ გაჭირვებას და მე შეკვდომაში არ გულისხმობ რაღაც იარაღის ჟღარումს. რითიც შეეძლო, იმით უერთგულებს თელ ოჯახებს. დანარჩენ კაცებს რა დაემართა? დაემართა ის, რომ მასიურად გახდნენ ამ ცოლების გამოგზავნილი ფულების მომლოდინეები. ზურო! აბა გამოხედე. სალამი. აბა გამოხედე. ჩვენთან არიან საქმეზე მოსულე და რა გუშევ თქვენ რა გვეხარ? რა ვიცოცხლობ. რა ისმის ნონას რა გვერი? ფილობა, კარგობა. მუშაობს აუმუშევარია. მუშაობს, დაიწყო მუშაობა. ეხლა ძნელია, არ ექცევიან ნორმალურად, რა ვიცი, ზოგი შეზღუდავენ, აი ტელეფონს არ მალაპარაკებენ, აი ჭირვეული ხალხი ხა მოხუცებია, როგორც თვითონ ლაპარაკობს. ორ-სამ დღის უკან ველაპარაკენ. ეხლა მესამე ოჯახში შევიდა, ახალ ოჯახში ბებეს მოხუც ქალს უვლის. ოდა რა ვიცი, აბა ეგაც სადითხნო არ ამყავს, რა ვიცი, შეიძლება ეს თვე გაძლოს, მომაკვდა ყოფილა სხვა სამუშაოს კიდევ ეძებო. რამდენ სუხიან? თანხა არ უთქია 650 თუ 700-მდე. მერვე წელია რაც ასულია ის ხალხი. ისე რომ
იმ გაჭირვებამ აიძულა რომ წასულიყო. ჩამოსულიყო 3 წლის წინ. ჩამოვიდა ეს სახს სახურავი შევცვალეთ იმის ფულით. ეგარ წავიდა კიდევ. იმ ოჯახიდან წასულია ხალი, ამ ოჯახიდან წასულია, ამ ოჯახიდან თავის ზალიდაშვილია წასული, იმ ოჯახიდან ცოლია წასული. აი იქიდან სადაც საკრობა და მშენებლობების ყველას ოჯახიდან ვიღაცაა წასული. საბერძნის თითქმის. არ მოგენატრა ცოლე? მაგას თქვა უნდა აგას. მაგას რა ლაპარაკი უნდა გწ. მაგრამ ჩამოსულა ზერ. ადრია. ზოდის უნდა მოხვიდი, არ მოგენატრი. ესე იგი არ გენატრი. გავაკეთებთ. აბა ან როგორი ამინდებია, ან აშვრებით. ბებო როგორ აყავს? სიცხე რამდენი გრადუსია? 42 გრადუსი. აქ წვიმებია სიგრილი. მონეცი. კაი. რა გადაურეკა? გადამორეკავდა. ჩვენ ძვირი და გვიჯი და დაქენა. ბინის ტელეფონი არ გქოშია. არა, მაგრამ გათიშვილი მაქვს ერთდროებით გადასახდენი მაგაზე. ერთხელ ვიყავი და რაღაც კომპიუტერი არ ამუშაობდა. მე გადავიხარი და ახლა ვაპირებ დასვლას გადავიხარ. ქეთინო. აბა გადმორეკე უცებ შენა. ხო გაქვს ალაპარაკო? დავაი აბა. გადმორეკე. როგორ ახარ, ასაშვები? არაფერ არა კაცო, მომისმინე უბრალოდ რეკავ კაცო, შინ არიან ყველა. ხო კარგხარ? ქეთინო უთხარ მანდ კაცო, თუ დაუბერდით კაცო. ო. ხანდახან ვიღაც ხელოვანს რომ მუზა მომივიდა, გადმოგირეკე კაცო მე რა. არაფერ მშვიდობა გაწვიმდა. მორწყვას ვაპირებთ ბოსტონისთან აკვეთისა რაღაცა და მოგისრო წვიმამ. აგრილდა. გიძაგძაგებს გული არა. ბოლო უძლე ამის 4 წელნახევარი გავიდა უძლე და ბოლო დავლიე. მე-4 წელი კაცო, ხო, მე-4 წელი. აი ხედავ ეტყობა ნახვა მივამართლა და ვეღარ ვაზროვნება. ქეთინო ყველაფერ კარგა ქეთინო. თქვენი მეუღლე სად არის? წავშვილე სამუშაოდ. სადა? საბერძნეთში. რამდენი წელია? არის მეორე წელი არის. რა საკეთებს იქიდან, რას გეუბნება? აბა რა ვიცი. ან მოვა და ან მეწავა, რა ვიცი, ორში ერთი იქნება. ოღონდ წასვლა ძალიან ძვირია. ადრე რო იყო ეგრე აღარ ეგ. და როგორ გავუშვი კაცო ცოლე? აბა გავუშვი განამთლიანად გავუშვი ახლა დროების. ეგ არის რა, მოვა რა, ან მეწავალ. ახლა გადაწყვეტილი არ არის მთლად. ერთ-ერთი ამ შემოდგომას ერთ-ერთი იქნება. და იქ როგორ არის, რა საკეთებს? აი მოხუცებს ულიან როგორც ყველა. ეგრეა აბა რა ვუყდება. აი კაი ცხოვრება რომ მოვა, მე უკვე ერთად იქნება ყველა, მარტო ჩვენ კი არა. აი გაბძანდება. აი რას წარმოვიდგენდი რომ ეს დროს 8-9 სული ვიყავით ოჯახში და ეხლა კიდე ამ ცხოვრებამ ისეთი ის მოგვიტანა რომ გვენატრებიან შვილებიც, რძალიც. დავრჩით სიბერეში, ცოლი ქმარი შვილიშვილებთან ერთად. აბა რას ვიზამთ, ალბათ მოვა დრო და ისევ შევიკრიბებით ერთად და ვიქნებით როგორც ერთხელ ადრე. მე ჩემ შვილიშვილებს ვეფერები, გენაცვალოთ ბაბოი რა გვერხართავ. კარგი იყვენ თავის გუფრთხილდი საბერძნეთში ურეკავ მე. მანდ მოტოციკლეზეც არ გადმოღვარდეო.
მოტოციკლეტ აქვთ თუ რა აქვს იმით დადიანი სამუშაოდ. იმ ჩემ ის გოგო იცაგ მეფერებრო დედო კარგი ყავიო. დიდხანი ცოცხლებ ჩემ ჩამოსვამდა არ მოხვდეო. არაფერი იკლო. თვალის ოპერაციაც გიკეთეო, კბილებიც გიკეთეო. აი იგი სხვა რა სამეთყმენება. Da da la piso da da na na di bade na da re la piso na na di bade na da re la piso na na di bade na 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 ne bade na na de dal na 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 ne bade na na de dal na na ne bade ha nani 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 gogirtas nanas kani ha nani 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 gogirtas nanas kani gogirtas gogajaras nanado papas kani ha nani 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 gogirtas nanas kani onteli ti moinda titapiti nani 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 gogirtas nanas kani აჭარელი ქალები შეძლებული ქალები არიან. რომ იტყვიან რომ 5 ხარისას გაწევენო ისე არ რაც უნდა დაღლილი მოვიდეს ნაშრომი საღამომდინ თუ სტუმარი სახში ელოდება ის ხელმეორედ აღიუსება მთელი ენერგიით და გათენებამდე რომ დაჭირდეს საქმეს მაინც გააკეთებს და პატივს ეცემა. ისიც მახსოვს მე რომ ჩემი ქმარი თავმჯდომარე იყო და წავიდო და ერთ დღეს მითხრა რომ ხარები გააძღეო და მოვალო და დავხნაო სამის მერეო. ხარები რომ გავაძღეთ ჩემი მაზლიშვილიც სახში არ გავაგზავნე სკოლაში და შეუბიეს ხარები და ნახევარი ყანა დავხანი გუთნით. რომ ამოვიდა საჭმელს ჭამდით და ამ ბაღანას ეუბნება ეს ყანა ვინ დახნაო და უთხრა ვიღაცა მეზობელი კაცი იყო და დახნა მეთქი. სინამდვილეში მე დავხანი და ეს ბაღანა ეუბნება რომ შენ ბიძაო მომკლა მუშაობაშიო საღამომდინ აგამაჩერა შვადღემდიო. ხო და ისე ვამუშავებდით და ვაკეთებდით ისე საქმეს. ძლიერი ხალხია, გამტანი, ამტანი. ჯერეთი ძველი ტრადიციების გამო კიდევ ისეთი ხდებოდა რომ მშობლების და მაჭანკალის კეთდებოდა გათხოვება და ქორწილება, მაგრამ ოჯახის ბურჯი საერთოდ მაინც პირველ რიგში იყო ქალი. მამაკაცზე მეტ მუშაობდა ქალი და ასეთი ვაშკაცები არიან.
აჭარელი ქალები მით უმეტეს. არ შეგარცხვენენ არც მეგობრობაში, არც შრომაში, არც არაფერი. დედებიც ისეთი არიან, რომ შვილებისთვის ყოველთვის თავს გადადებდნენ. ისიც მახსოვს, რომ ადრე რომ საშუალება არ ჰქონდა და 5 შვილი ჰყავდა ჩვენ და თუ პური არ გვექნებოდა, იმას შვილებს ვაჭმევდით და ჩვენ დავწვევოდით შერი. უფროსი ბიჭი მეუბნებოდა, რომ დედიკო, შენ აქშია უთხა თქვენ შემოსლამდე ჩვენ ვჭამეთ. მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ისე ჩვენ დავწვევოდით, მაგრამ შემდეგ თანდათან გამოსწორდა ცხოვრება და უკვე ისეთ დონეზე ვიყავით, რომ აღარ გვიჭირდა. ცაში ვაზია ყვავილდა ეზოკარში ვიშნაბალი, მეც ღერივით შევღერღეთ დინენემ დამინიშნა ქალი. მეც ღერივით შევღერღეთ დინენემ დამინიშნა ქალი. ხეკატრებში მოფთხრიალე სიყვარულს თუ ნიშნავს ქალი. ჭვავტოტაი და ალვისტანაი ნენემ დამინიშნა ქალი. ქართულ ხალხს ვებერტელ ენერგია აქვს, ეგ შემთხვევით არ აქვს მიცემული ქართულ ხალხს ენერგია. ნაიდად ჩვენ ღვთისმშობლის წინხვედრი ვართ, ამიტომ ქართულ ხალხს საოცარი ენერგია მისცა ღვთისმშობელი. და დღეს რო ქალები უფლებებისთვის იბრძვიან, ეს უფლებები არა, თვითონ სიტყვა უფლება არა, უფლობაა სწორი სიტყვა, იმიტომ რომ თავისუფლება ნიშნავს თავის საკუთარი თავისადმი ღმერთი ხარ და როცა ღმერთი ხარ, მაშინ ცუც არ გააკეთე. ესე იგი, თავისუფლებას და თავხედობას ვაიგივებ ზოგჯერ და ეგაა ჩვენი საჩინელები. ამიტომ ქალები რო ითხოვეს თავისუფლებას, კი არ ითხოვენ თავხედობას. და ეგაა ჩვენი ტრაგედია ქართველი ერისა. ერთი ქალბატონი ქეთი წავიდა უცხოეთში. ასეთი ლექსი დაუწერე. ფულის გინდა დროს ტარება, ეშურები უცხო მხარეს, საქართველოს გეზარება, აქ გულს და სულს ვერ ახარებ, იმედი გაქვს უცხოეთში. აისრულებ ფიქრს და მიზანს, საბერძნეთში გადახვეწილ დობილიდან ელი ვიზას. ქეთი, 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 ქეთი. გელანდება საბერძნეთი, ფერწასული ბერიკაცი და ფულები მეტის მეტი. სცადეს აზრი შეგეცვალა, შენ კი შენსას არის ხიდი, დაითანხმნე დედამთილი ქმარი სიძე ქალიშვილის და ახლა კი თებაშლილი საექსპორტო იფიქრები, ეხ დაცემას ქართველ ქალის ასე როგორ ვიფიქრებდი. ქეთი, 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 გელანდება საბერძნეთი, თურქეთი და ესპანეთი, სპარსეთი და ინდოეთი. იღუპება საქართველო. სულგრძელობა ქრება ქალის არვის ახსოვს წესი რიგი მეუღლის და დედის ვალი ეს რა ჭირი დაგვემართა ამას კეთრი უფრო ერთხლის რომ ქალები ქართველები მეძაობენ უცხოეთში ქეთი 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 ნუ ღარგინდა საბერძნეთი გიჩეროდეს სამდრედია ლანჩხუთი და ოზურგეთი ქალის დანახვას მოხუს და აფერი არ ვიცებნია მაგრამ ის რაც ნაკლია უნდა მოიწვიო რომ იხსნა ეს სიყვარულიც ხდება გამბავი და რა სიძულვილით მე ეს სიძულვილი არ მიყვარს ძალიან აბა რა საჭიროა რომ ქალი დადის შარვლით ეს ხო მამაკაცის სამოსელია ქალს ამგვარი ის კარგავს თავის ქალურობას და მამაკაცისადმი კიდევ რა თქმა უნდა ეს არა მისაღებია მამაკაცისთვის ასეთი მისი მოქმედება და თანდათანობით ხდება ქართველი კაცის დაჩმორების პროცესი. ამას ქართველი ხალი ვერ ხდება. ამას რო ხდებოდეს, ამას სატანა კარნახობს იმას. ლამაზია გველი, მაგრამ ვინაიდან შხამია არ უყვარს არავის. ამიტომ სილამაზე მარტო იმით ხორციელი მადაგტება. რა ქალი 40 წლის მერე უკვე ლამაზი აღარაა, მაგრამ მისი სულიერება გაყვება მას მისი მთელი სიცოცხლის მანძილზე და შემდეგ კი როცა სასუფეველში მოხდება, იქაც ბედნიერი იქნება მისი კაცშვილიერებით გამგიდა. ამიტომ ეს სიძულვილით კი არა ქალებისადმი. დიდი სიყვარულით და ერის სიყვარულითაა ეს ყველაფერი ნაკარნახები, რასაც მე ვამბობ. მე არ მინდა დანიის მსგავსი ჩემი ქვეყანა. არც ჰოლანდიის, არც შვეიცრიის, არც სხვებისა მაშინ გაქრება, შეპირება, ყალბი ყვეხარა თუ ქვეყნის თავში ეროვნული სულის გვეღრისა. მართლმადიდებლურ ეროვნული
ქვეყნის მთავრობა ებრძვის სტატანურ ბროტებას ღმერთს არ ივიწყებს, არ აღზევდება ჰეტერიზმი, მამათ მავლობა, არც მინეტიზმი და არც ბევრი მსგავსი სიბილძე. ჩემი ქვეყანა მე არ მინდა დანიის მსგავსი, არც ჰოლანდიის, არც შვეციის და არც სხვების მაღალო ღმერთო, ქვეყნის თავში ისეთი დასწვი, ვინც ჩვენ გადიდებს, მისგან სწორად ჩვენს ვეღირსებით. მობრძანეთ ახალგაზრდებს, შევბრძანეთ, რაც ამაკეთეთ იქ თავწაურდანით, წამოშვიდით. რაც ამაქვს, ახლა რო ადრე გეგებინები რაღაცას გავაკეთებდი და ახლა მეტი ვეღარ მოასწარი და მობრძანეთ, ლობიო მაქვს კაი. რომელსაც გადაარჩინა საქართველოს. კანტმა თქვა, რომ საქართველოს ზეთუნახავების ორანჟერეაა. ეს უწერია მას თავის წიგნში. და ამდენად აფასებდა კანტი და ხამე ვინ ვარ კანტისთან შედარებით, რომ ქართველი ქალი არ დავაფასო და არ თქვა, რომ სოფლიოში არის საუკეთესო ქალები, საერთოდ ქართველი ქალები. ქართველი ქალებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ისინი არიან ჩვენი გადამრჩენი, ჩვენი შვილების გამზრდელი და მათი იმედით კიდევ დიდხანს ყოფილიყოთ. როდესაც ქართველ ქალებს უსმენ და უსმენდი თუ მინდა სოფიო ჭიაურელს, იანთაძეს უსმენ, აგერ ჩვენს კიდევ დიდებულ სხვადასხვა ხაგვარეს ვერ ჩამოთვლის უყოლას უსმენ. მე სიამაყის ხსნობა მიპყრობს და მიკვირს ამ ქალებს მამაკაცის დენი და შეიძლება ზოგჯერ მეტი საზროვნება საიდან აქვს შთაგონებული საერთოდ და ალბათ ღმერთისგან არის ეს ასე, რადგან ღვთისმშობლის წერტყვედრ ქვეყანა ვარ ჩვენ. ღმერთმა ქართველ ქალებს გაუმარჯოს, მათი მარჯვენა მოგვიშალოს როგორც ოჯახს, ისე სახელმწიფოში. ყველაზე საუკეთესო მეფეები ქალები ცნობილი არიან ინგლისში ელისაბედი და საქართველოში თამარ მეფე. მე-12 საუკუნეში თამარ მეფემ მიიღო კანონი სიკვდილის აკრძალვის შესახებ, რომელიც საფრანგეთში მიიღო მე-19 საუკუნეში ვიქტორ ჰიუგოს დაჯინებით. აი ამ დონეზე იყო ქართველი ქალები ჯერ კიდევ 10 საუკუნის უკან. თამარ მეფის ტრადიციები გრძელდება ქალობის და ღმერთმა გაუმარჯოს ქალებს. გაუმარჯოს ქართველ ქალებს. რომ შეგვიცევთ ალებს. რომ გავახარებ და რომ გასიამოვნებს. ეხლა სოფელში მარტო ვარ და მოსაწყენად მაინც ვერ ვიცლი. გათენდება თუ არა ძველეზოში მოვდივარ, აქ საქმეები მაქვს. მერე იქით ბრუნდები და იქაც საქმე მაქვს. თუ ჯანმრთელობა მომცა საშუალება, კი მინდა კიდე რაღაცები გავაკეთო. ვინკეტავდა უწინ მარანს, მაგრამ ახლა დრო მოიტანა. ამ ურატით ღვინო საწნახელი დღეში ორჯერ უნდა დაურატდეს. რომ ღვინო თავზე რომ შრება, იმ გამშრალმა ჭაჭამ არ დაამჟაოს ღვინო და მეორე ფერი რომ მუქი ექნეს, შავი უნდა იყოს ადესე. ალისფერი არ ვარგა. წელს საერთოდ ღვინო ნაწვიმარი რო იყო ყურძენი, არ იყო შავი საერთოდ. და შავი რომ იყოს კიდე ამის წამალი ძველად იცოდნენ. ალადასტური ქონდნენ, საფერავი ქონდნენ და ჩოურევდნენ შიგნით და ღვინო შავი გამოდიოდა. ახლა არც ალადასტურია და არც საფერავი შემორჩენილი. ჩემ სოფელში რა თქმა უნდა და სხვაგან კი იქნება, ისე როგორ იქნება. მეურნე ხალხს აქვს. თუ დამცალდა მეც უნდა დარგო 1-2 ძილი. მაგრამ ახლა ეს გამოვიგონეთ რომ მოვიტოვებთ ყურძენს 1 გოდორს და ამ 30 ფუთიან სამწახელს დავჭნიხავთ იმ ყურძენს. მოვადუღებთ და 30 ფუთიან სამწახელს 1 გოდორ მოდუღებულ ყურძენს თავისი ჭაჭიან ყველაფრიანად დავასხავთ. ის კანი მერე რო დუღდება ფერს უშვებს და ღვინო არაჩვეულებრივი შავი გამოდის და სასარგებლოც არავით არის საღებავი და არავით არის რაიმე დანამატი ქიმიური საჭირო არ არის. ღვინო ისედაც შავი იქნება. შენ რომ იზაბელას ნერგი მომეცი? კი ბატონო. ახლა საწოდავი ჩემი კაცი აღარაა და
იმას აინტერესებდა ძალიან. მეც კი ხო უთხარი დაურგავს მეც კი. ხო. თუ ჩვენ გინდა და არა, კიდევ ვეღარ დავუმატებ ახლა რაღაც გვაქვს დარჩენილი, მაგრამ იგი არ მინდა რომ გავაფუჭო. ხო და იმის სიმაღლე როგორც მას უნდოდა ტალავერზე მე ვერ შევძლებ მოვლას და გაზაფხულზე თუ შეძლო დაფეს კი ბატონო. გამისშენო უნდა ისე იგი რომ მე მოვერიო მოსავლელად. აი, ივიდა მაგას. მაგ თებერვლიდან იქნება მაი. კი ბატონო, თებერვალში. ჩვენ თუ იქნები აქეთ. მეც აქეთ ვიქნები. ახლა ავად რომ ვარ ვერ ვდობ. ისე სამუშაო ფორმაში ვარ, რომ აღარ შეიხედება, მაგრამ თავისი თადარიგი უნდა და თავის თავება უნდა ყველაფერს რომ ავდგეთ და წავიდეთ დრო. ყველაზე მეტად გურიის რეგიონს უჭირს, მაგრამ ეს არავინ არ არის. ამისი დამნახავე, რომ გურიას უჭირს. ყველაზე მეტად დღესდღეობით. არავინ არ არის მაგის გამკითხა. ყველაზე მეტი გამძლეობა ქონდა დღესდღეობით გურიებს. როგორც ერთი შემოსავალი იყო ციტრუსი და აღარ არის ხალხისთვის, თხილი იყო და აღარ არის ისიც ხალხისთვის. და რა ვიცი, ყველას უჭირს. მარტო ჩვენ კი არა. ჩემი მეუღლე შვილი ორთავე ხელოსანია, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა ცხოვრება. აღარ არის. ისეთი ეს ცხოვრება ადრე რო იყო ჩვენ ყველაფერი ვქონდა, ყველაფერი იყო. სიცოცხლეც გვიხაროდა, ცხოვრებაც გვიხაროდა და ეხლა გაუსაძლისი პირობები დარჩა უკვე. აღარ არის ეს პერიოდი უკვე და ის ხანა წავიდა ალბათ, რავი, აბა. ყველაფერს თავისი ისა. სტუმრები ვყავს, მოდი. მოდი და ნახავ ვინა. ჩემი მეუღლე თბილისში მუშაობს, შვილიც თბილისში მუშაობს, მაგრამ მაინც ასე თუ ისე მაინც გასაჭირია ცხოვრება. სოფელშიც აიღე, გინდა ქალაქშიც. ალბათ ნათქვამია, რომ თბილისიო უთქვამთ თბილისი მდიდრების ღარიბების გარეშეო და მართლა მგონი ისეთი დრო დგება, რომ მასე იქნება დღესდღეობით. თბილისი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მდიდრებს. სოფელი დაიფასებს თავს. ყველა აქეთ წამოვა, მაგრამ ამ სოფელშიც არაფერი არ არის. მე ვერაფერს ვერ ხედავ აქ სოფელში, რომ ისეთი რაღაცა იყოს, რომ დაუშვათ, კარგად რომ თავი შეინახოს ადამიანი. ძალიან უჭირს სოფელში მართლა ყველაფერს. ფიქრობ, მე მთელი ღამეები საფიქრელი გვაქვს ის, რომ ხალხს უჭირს ძალიან. ძალიან და სანამდე გასტანს ეს ამ მდგომარეობა, არ ვიცი, ან ხალხის სანამდე რა. აი ფორმაში ვარ. აი დავარ თუ ფორმაში. ყველაფერი. რესაში. საბზანი, ჩავზანი. ასე იოლია რა, ახლა ხალხის ყოვნა. ამინდიმაც არ შეუწყობდი, რომ ამიღო ხალხმა იმუშაოს. ერთი დღე დარიან, მეორე დღეს არ არის. აი ასე რომ წოდოდა ხალხს მოუყრით თავს და ანსამბლით გავაკეთებდია, სასვიზანდია და სას. ოინანი დანანა, ფერტალ მახელი დამდალა. ოინანი დანანა, ფერტალ გასათეხელმაო. ოინანი დანანა, დამპირდა დამომაკვილა. ოინანი დანანა, კისერ მოსათეხელმაო. ოინანი დანანა, საჭეჭელში მათლი დამჭა. ოინანი დანანა, მეშენი დამხატვი დამჭა. ოინანი დანანა. გამარჯობა ნინო, როგორ ძანდები თვილო? რას ვიზობს პელი მაქვს ცოტა. ძალიან დაძაბულ მდგომარეობაში ვარ აი სპელზე. თქვენ ოჯახში როგორ ჩვენ არა გვიშავს. მე დაიხანდით ალბათ. ხო გადავიღალე ამ დეშკომით გადავიღალე. თქვენ ოჯახში როგორ ძანდება ზაირა? მადლობ.
მადრი დეიდა ქვეყნის საქმეზე რას ფიქრობთ როგორ იქნება ჩვენი საქმე ქვეყნის საქმე შვილო 102 წლის ასაკში იყო წავიდა ჩემი დედა წუთისებლიდან და თქვა შვილო დემოკრატიამ თუ გაიმარჯვა ნამდვილად კარგია და მეც უყურეთ ახლა როგორა სიტუაცია რაფერა ჯერჯერობით კი დაძაბული იქით აქით მაგრამ აუცილებლად დემოკრატია გაიმარჯვებს და ნამდვილ კარგი იქნება ჩვენთვის და ყველასათვის კაცობრიობის აი გულნარა დეიდა გაგახარისხებთ გურული ხალი რო არ მოიფიქრებს არაფერი რა ამ ქვეყანაზე მას ყველაფერს მოიფიქრებს ერთხელ დინა ძალიან ადრე დილა ხო და ბოდიში თქვენ და ხორს მეცე და ჩაში ვარ გადასული ამოჟევებული ვარ კისრა და შეხვდა მეზობლის ხალი და მიძახეს რომანი რასაკეთებ ხან ვიგრა რა ვინ კითხავს ახლა არა ასოღეთ მამა და მე კარქა მეორე მსოფლიო ომში და ვეძებო იმ ხალბა მისხა ყულაეზე მახარი ფრონტი არ ყოფილაო მისხა სახელი 1000-ნაირი არსები სახელი ბრილიანტი გაგიგია ჩემ მეორე ნახევარ ბრილიანტი ქვია რა ვქნა ასეთი უცნაური სახელია და როდესაც აფხაზებთან რომი დაეწყო მეზობელი მეკითხება არ სამშობლოს არ დაეხმარები რამეთიო რაით უნდა დაეხმარებოდი რამე ოქრო ვერცხლი რო არ დაეხმარები ხარ თოლი მყავს ბრილიანტი და ჩავაბარებ იმას მე ქალებია იმფერომე შეეხუტები ფერ ქალებია ერთეულები ბადება ქვეყანაზე გასხვებული ყველასგან შრომით სტუმართმოყვარობით ქალური სინდისის ნამოსით და ყველა იმ ის ნეტალიტეტი რაც ქალთა პერსონალს გააჩნია საერთოდ ცხოვრებაში ესა ქართველი ქალის და განსაკუთრებით გურულების დამსახურება მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენო მაგრამ ეს არის ერთეულები რომელსაც გურული ქალები გამოხატავენ ყველა საქართველოს ქალებთან ერთად რა თქმა უნდა და 4 წლის ვეღარ. და შემდეგ ასეა ბევრი მრავალშვილიანი გავხდი და დავჭი მრავალშვილიანი. სალომე და სოფიკო პატარები არიან და იმდენად არ მაბრაზებენ. ნანული და თათია სკოლის მოსწავლეები არიან და ცოტა ზარმაცების არიან. თედორე ეშმაკია. ნათია დიდი გოგოა და მეხმარება. ბესიკი და ბიჭიკო დიდი ბიჭები არიან და მამას ეხმარებიან. იმ დროში სინათლე ნაკლებად იყო და აძერწობოდით და ამდენი შვილი კი გაგვიშთა. ბავშვებს თითქმის ყოველ წელიწადში ვაჩენდი. მართალია ძალიან გვიჭირდა ამათი ხაზრდა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვეხმარებოდით, დედაც მეხმარებოდა და წვალებით, რა ვიცი, გამოგზარდეთ ასე. უფროსები უკვე დიდები არიან და აქეთ გვეხმარებიან. ეს არის დედა ჩემი. 75 წლის არის. დედა ჩემის გამოზრდილია ბავშვები. დედა ძალიან გაგაწვალეთ? მაწვალია, მაგრამ ყველაზე უფროსი არის 19 წლის ბიჭი, გულთაზი. შემდეგ არის იზა, შემდეგ არის მადონა, შემდეგ არის ნათია. ეს ყველაზე პატარა მე-11-ია, მათე. შემდეგ მარიამი, აკაკი, რაინდი, ცირა, ანანო და თათია. დიდიკო მობზადეთ თქვენი ჭირიმე მობზადეთ ჩვენ ახლა სამეგრელოში ვარ და ჩვენი ადათი და წესი ისეთია რომ რო არ შემობრძანდე და თვითონ თუმარმა უნდა დაილოცოთ თვითონ უნდა დავილოცოთ ჩვენი წესი ასეთია მობზადეთ
სკოლა რო დავამთავრე მე შემიყვარდა 5 წელი ვათენებდი და ვაღამებდი ამაზე ფიქში ხოდა თურმე სად მიდიოდი აი ამდენი შრომა მომეუღო აბა უშრომლად აიგებოდა ოქროსაების შვილები ყავს შვილიშვილები ყავს აი ასე გაცხოვრებ ისე გაცხოვრება ხელის გულზე გადახებოდა კალო ხო ხედავ კალოში მარჩია მეტი არაფერი არ ჩამიწევს აი ეს მანქანა შვილმა გამომიგზავნა მოხუცები ვარ და ბაზრობაზე ან სადმე რო წახვალ ისი ამოვნერთო მონატრებული ვარ ჩემ შვილზე რა ვქნა მერსედესი დამყავს ჩემო ბატონო სარდუნდა ნათესაობაში ბაზარში აქეთ თუ სადმეგინდა რა გინდა მე მუჭორე გუჯუ მუჭო ო გვაიჯი რა სკამუმა ხოიამარე ჩიმსკმაძუ არჩი და სკანი ხმა ო ასე ჭაშო ყვასუშა მიზუ ჭაშო ყვასო სითე ჭკერას და ჭირო იმუშე ო დედა ო ჭკერას და ჩიმ ჭკერ ბოშირექსი ო ო გუ იკა თეკუნია თორეკუ ნამდა ფრიდონიშ ბილეს ვაფეზე დაასო ო ქოიჩუნო ოჯა მუმიშ თემარას ეგი ბიზათასი ო ქიშიბე ქათიშეზო ქიშიბე გემისოგო დუე მარა მუმიშუ გაგიცი საკონი გუტე გედი ესე აზრები გიმსის ვალე აზრი ამის ხმაინა იროჩკი მოჭი ზაუჯინა თქვა საკარ კოკიმინი არზა მა უსაკურ ვაბჯირა საკმიკი მარე ათე მუთვაგა კიმინი თას ო ოსტურას მოწრუჩი ჩივა საკაცეს კოკიმინატო კუდო ხოდი თაკაცები მიგირით მა მა მარჩან გამუწუ ა გიუია ეს მაჩკი საკმემიღო ჩიმ საკმემიღო ანძა ქიმახვარი თონა თაკ ვიცი თუთუნე მომეხმარეთ ყველა ა გაგარს ღე ამას მიგაჟალო ო ვარი აგიწენე ვესლები ვინც მუშაობს ის ჭამს რასე რა დოკუმენტ უშამეს ა გადაიღეთ სიმიდი აგე დამპალ სიმიჩი ვზივარ და ვარჩევ გიახნა თამამე აგე რადიო გამოვიტანე რომ არ გამოყრუდეს რა თქმა საკანში ვიდეო რა უნდა განსხვავებული აპრესის სურია ლუდი ხასბეკი შეიგრძენი კარგად ნაცნობი გამეიტანე ბიჭო ერთი ოჩი ქალუნი დავალევით ამ მოდი ნატო მოდი შენც მოდი დამარჩევიე სიმიდი ერთად ა ძაღლი რას გიყვენს კაცო ძაღს რა უნდა ახლა შინა დეიდა რომ მოგეხმარები ქათამს დამიკლავ აუცილებლად აბა თუ გაქვს კაი მოსავალი თუ არის დასალევი თუ გაქვს კაი დასალევი აუ შავი ღვინო აბა გადასალევი ღვინო გადასალევი ღომი ზია მოდი წამოგეხმარე დავლიოთ მერე სკამს მოგიტან გოგო დაბერები აი გაჩვენე დაბერდა აბა პილოცოთ ერთი ჭიქით დევილოცოთ შემოდგომა დავლოცოთ ხვავი და ბარაკიანი იყოს შემოდგომა მოგზაურობ დაკენ ვიჭო ერთ დაჭერი რაცხავონაჯერ ხაჭაპურია ა შავი ღვინოა და დაგლოცეთ მობძანდით თქვენ ამოდით ჩემი ბიჭი ზევით ამოდით ზევით ნუ გეშინია ნუ გეში არ დაგათრო სულ ჯამთელობა და ბედნიერება ყოლოდეს შვიდობა იყოს სამყაროში საკმარისი ყოფილიყოს რაც საქართველოს დაემართა სულ შვიდობა ყოფილიყოს და ბედნიერება აბა თქვენც დალეთ გოგო ბიჭები ჩამოვლენ ხო ასე მოსალ ზურიკო ხო არ ყოფილა მე იყო კი როგორ არა ყველანი იყვნენ ისინი ახლა ზურიკო აქ გამაც ჭრა ზურიკო მიცეცა და გაუჭირდა მაგრამ მაინც მაიკო მოდის ახლა იქ მოსავალი არ დასაღები დი იქიდან სოხუმიდან არაფერი ხო არ გაგიგია აი სახუმიდან არაფერი არ არის მე მგონია ჯერობით ჩვენ ჩამოვედით აფხაზეთიდან სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის სრულიად აფხაზეთის დაცემის შემდეგ და დედა გადმოვიდა წამოვიდა ენგურის ხიდით მე არ ვიცი ის როგორ წამოვიდა მის გვერდში იქ 5 ოჯახის წევრი ერთდროულად მოკლეს
დედა ბუტია სოხუმს და ჩავიდნენ ესენი 27-ში ვარჩეში თუ რომელი სოფელი იყო იქა და გვერდით მთელი მილორავების ოჯახი მთლიანად ამოწყვიტეს და დედა ჩემი გადმოვიდა არ ვიცი როგორ მოქონდა ერთი ჩანთა ენგურით გადმოუშვეს მერე აფხაზებმა და ჩემი ძმები წამოვიდნენ ჭუბერით და მოაღწიეს აქ ყველაზე გვიან ჩამოვიდნენ და ყველა ფიქრობდა რომ არც ძმები იყვნენ ცოცხალი დედა ბოლოს რომ მოვიდა მიტომ ეგონა დედაც იქ იყო გარდაცვლილი და რა ვიცი მოკლედ დიდი წვალება გავიარეთ ამ ომის შემდეგაც და რა ვიცი დღემდე ვწვალობთ აგერ ისინი იქით არიან ნაწილი თბილისშია ჩვენ აქ შემოვჭით ამ სოფელს აქ მამიდა მყავდა კიდე ახლა დროებით არის წასული იქა ისიც საწყალი ინვალიდი ხალი თოკით გადმოვიდა გემით სოხუმიდან ეს არის დედა რომ მისი შვილები ორივე იბრძოდა ავტომატით ხელში აქეთ გვერდით მეზობელი ყავდა კიდე ახალგაზრდა ბიჭი არის თბილისში არის დღეს მამუკა და ჟუნაბებიაო შენო მებრძოლი ხარო დედა ყველაფერი ის დაბომბები ყველაფერი აი აქ იდგა რაღაცები და ისეთნაირად იყო დაბომბა რომ მთლიანად გაიტანა ყველაფერი სახლის უკან აი აქეთ შენებლობა მიმდინარეობდა ჩვენს უკან აი ამ სახლის უკან იქა სადაც ბინები უნდა მიგვეღო ჩვენ და საწყალი დედა ავტომატით იცავდა ვითომ იმას რეკვი აფხაზეთს თავის შვილებთან რო უთხრა ჩემ არძალმა წამოდი დედა შენ ერთი სოფელშიო ბავშვებთან რა ვერო მე ჩემ ორშულს დავტოვებ და იქი წამოვალო არაო თქვა და მართლა ყველაზე ბოლოს დედა გადმოვიდა ემიდან არც იცოდა ბიჭები საიდან იყვნენ გადმოსულები და ის ენგურზე რო გადმოიყვანეს დედა ეძებს ახლა თავის შვილებს აბა სად არიან ჩემებიო და ვიღაც ბიჭი ყვება თურმე იმის სვანეთის ამბავს და შვილო შენო რა ამბავს ყვები ერთი მითხარიო დედას უთქვამს და რა გინდა დეიდაო უთქვამს ახლა მე მოგიყვები ჩემთან ერთად ვინ იყო მეტი სხვას ვერაფერს ვერ გეტყვია და უთქვამს ერთი იყო დემურიო მეორე მისი ძმა ზური ლაბარტყალები და კი ნაღამ გადარეულა და ესენი ცოცხლები არიანო ჩაიხუტა თურმე შენ მესამე ბიჭი ხარ ჩემიო უთქვამს დედას ხო ისეთი ამბები იყო მოკლედ დიდი წვალებით მოუგროვდით ყველანი ერთად მე ბავშვები სკოლაში აქ შევიდნენ სეფიეთის სკოლა დაამთავრა ერთი სტუდენტი იყო ის გაჭირების სტუდენტი იყო მაშინ ისეთი პირველ კურსზე იყო ჩემი უფროსი ძმისშვილი თბილისში ხო და არც მოკლედ გაჭირება იყო ახლა რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი და მე ბავშვებმა კი ისწავლეს სკოლას დაამთავრეს ინსტიტუტები ყველამ დაამთავრეს აბსოლუტურად ყველა მაგრამ ეს ჩვენი აფხაზეთი მაინც იცით რომ მაინც აფხაზეთია და ჩვენი სახლი მაინც ის არის და იქ დაბადებულები და გაზრდილები რო ვართ მაინც კი არა აუცილებლად უნდა ვიყოთ ალბათ იქით სულეთის ღმერთო მადლიანოვო ჰე მამენება ისაუბრისავო ჰე გამამაცხადე სამზეოსავო ჰე შენამაძრახე სამზეურთავო ჰე თურჯული გინდათ გიქამთრჯულსავო ჰე გარჯულებთ აბაის ჯიშვილსავო ჰე თუ შუღლი გინდათ გიქამთ შუღლსავო ჰე მზეო დადეკ და დაგვიანდიო ჰე დიდება ღმერთსა მადლი ღმერთსავო ჰე ჩვენ მანდაბმა გაიმარჯვავო ჰე ტირალსა ტირილს ნუხ პატიჟებთო ჰე მაინც იტირებს პატარასავო მე გავაკეთე წარელა ხალხმა არც არაფერი დამჭა თითი გადასახვევი არაფერი ერთი ხელიდან საცმელად ზედმეცე ისწავლე რო დაიწყეს რუსის ავიაციამ დაბომბვა ხალხი ჩავარდა პანიკაში არ მოვიდიოდი კი აღარა გავშეში ერთსალაგასაც არ მიდოდა კიდე ჩემს სახლში თავიდან ენებებინა მეორე დღეს აღარც ერთი ქალი აღარ დარჩა და მე უთხარი ჩემ მეუღლეს წაიყვანე და ჩემი წადი შენც მეთქი შენი დარდი გვექნებაო არა უნდა წამოთაქაო მე უთხარი ცოცხალი ადამიანი ქვაზე მაგარია ყველაფერს გაუძლებს მეთქი ისინი იყვნენ საცოდავები ვინც დაიხოცნენ ბავშვი ძალიან სულ მდგომარეობა ეხლა ეს პატარა 4 წლისა იმდენად არ განიცდის მაგრამ 7 წლისაა გოგო და ძალიან ყოველ დღე თითქმის სამხედრო პიროვნებას რომ დაინახავს ტელევიზორში რაღაცას რომ გამოაცხადებენ სუტირის
და მამამისიც რო იმას რო დაინახავ ეს ამხილა სამხედრო მანქანაზე იჯდა რომ მიდიოდა ეს ხელის ქნებით საბოლოოდ ხედავთ უკვე იქიდან გიყიოდა მანქანიდან მთელი რა ვიცი 3 დღე რამეს უკვე უჩხებში მივარდებოდა სიცხეები მქონდა რო ჩემი მამა ოსე მამანა მომიკლანა ეხლაც გაერთად მე რო გავიყვანდა ყურძნის ხეივანს დაინახავენ სულ იძახის რომ ჩემი სოფელი მახსენდება აი ჩვენი ხეივანი ჩვენ სულ ყველაფერი არ ვიცი რა გუშველება არ ვიცი რაღაც შეუდარებელი იყო მე მოდიხარ და მართლეები შუდობები ყველაფერი და რო გამოვედით თვითმფრინავება რო გადაგვიარეს თვითონ გაგვეხარდა რომ რაღაც გაჩერდა მომენტალურად გაჩერდა ეს ყველაფერი და აი მართლა გაგვეხარდა რომ ალბათ იმ მომენტში უკვე ცოცხლები ვიყავით არ ვიცი როცა ამას ყველაფერს გაანალიზებ ვერ ფიქრობ რომ ეს მართლა რეალურად მოხდა ეს გონია რომ იყო რაღაც ძალიან მძიმე სიზმარი და ვერ იჯერებ რომ ნუ თუ მართლა სიზმარიც იყო ესეთი უბედურებაში აღარ გაჩვენოთ აი ომი ეს იყო ომი იქაც იყო სასასტალენი გერმანიას სადღაც მაგრამ ჩვენ არ დავინახია მაგრამ გაჭირება გამოვიარეთ შიმშილი ეს იყო ნამდვილი ომი შვილო ჩემი სამშობლოსკენ საბარაშენი ქურთა კეფი საბარაშენი დედამიწაზე გაასწორე სამშობლო აღარა მაქვს ჯიდანავარ დედო ჩემოშველიო დედო გენაცვალე აბა დედო ჩემოშველიო დედო აი ამ სოფელს მაგალითად არაფერი არ გაუგია ხდება არ ხდება გებძვილი არ გებძვის ალბათ ყველა სხვა სოფლებიც ასეა თითქოს შენ არ გეხება ამ ხელა პრობლემა რომ არ არსებობდეს ხო ყველას თავზე მარტო ერთი ადამიანის თავზე კი არა ახლა შენ ბეჭაობას როგორღაც მიხედავ მოული ბავშვების სწორად აღზრდაზე ვფიქრობ მინდა რომ კარგი ქართველები იყვნენ ორივე ბიჭია მით უმეტეს სადაც დაიბადნენ გაიზარდნენ იმის სიყვარული უნდა ისწავლონ და იცოდნენ ვინ არიან საიდან მოდიან მათ წინაპრებს როგორ უცხოვრიათ თავისი სალოცავის რწმენა უნდა გქონდეთ პატივისცემა ღმერთის რა თქმა უნდა ნანას რომ გეტყვი გესმოდეს თვალები დილით გევსოდეს ნანები გაქვის ლამაზი თვალები გადაივარცხნი კოჩორსა გამოგიდგება ქალები ნანები ბიჭო შენ გენაცვალები გადაივარცხნი კოჩორსა გამოგიდგება ქალები ნანები ბიჭო შენ გენაცვალები ნანები ბიჭო შენ გენაცვალები